ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე. კახეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი განხორციელდა. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით პროგრამაში თელავისა და ყვარლის სკოლების მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. პროექტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დაფინანსდა. პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება ყვარელში გაიმართა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. გამოვლინდა 16 გამარჯვებული ნამუშევარი ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნახატები და მაკეტები. მათ გადაეცათ პერსონალური კომპიუტერები და აიპადები. საოცარი ნამუშევრები იქნა წარმოდგენილი სკოლის მოსწავლეების მიერ, რომელთაც აქვთ ნაფიქრი მწვანე ენერგიაზე, აქვთ ნაფიქრი იმაზე, თუ რა არის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის მომავალი და მიხარია, რომ სკოლის მოსწავლეები სწორედ ესე პოზიტიურად ფიქრობენ ენერგეტიკაზე. არ გამოგვიცხავ, რომ ბევრმა მათგანმა აირჩიოს კიდეც ენერგეტიკოსის პროფესია და ნამდვილად არ წააგებენ, იმიტომ რომ ენერგეტიკა ჩვენს ქვეყანაში ვითარდება ინტენსიურად, ენერგეტიკოსებზე მოთხოვნა არის და კვალიფიციური კადრები ნამდვილად გვჭირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ენერგეტიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პოტენციალი, სწორედ აღნიშნული სასწავლო კონფერენციები, პროგრამები არის უმნიშვნელოვანესი, რათა ახალგაზრდებში ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას, რაც ბუნებრივია მათი შემდგომ პროფესიულ განვითარებაზეც დიდ ზეგავლენას მოახდენს. ჩვენთვის პრიორიტეტია სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და პროფესიის არჩევისას ყურადღება გაამახვილოთ ენერგეტიკის სექტორზე, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი დინამიკური, განვითარებადი დარგი და მოგეხსენებათ, რომ ენერგეტიკა არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომლის განვითარება ხელშეუწყობს ქვეყნის წინსვლას და წარმატებას. ელექტროინჟინერიის სფერო და როდესაც პროექტის შესახებ გავიგე, დავინტერესდი და დამაინტერესა რის შესახებ იყო და რა შემეძლო ამ პროექტში გამეგო. როდესაც ჩავერთე, ძალიან ბევრი რამე გავიგე განახლებადი ენერგიების შესახებ.